საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. რა ხდება? ვაიმე, მაკა უკაცრავად და ხომ არ გაგაღვიძე? არა, კარგად ხართ? რა თქმა უნდა. ეხლა დავბრუნდით ტყიდან და ეგრევე აუზზე გავარდნენ. ესეც დროს? ანუ? რა ვიცი, მე მგონი ჯერ არის ტყიდან მოსვლის და არის აუზზე გავარდნის დრო არ არის, არა? არა, ცოტა კი დავაგვიანეთ, მაგრამ 9 საათი არა უშავს. 9-მდე შეიძლება აუზზე. რაღაცა კვლევებით სასარგებლოც კი არისო. ხო არა, იმიტომ რომ მე ძირთადად 9:30-მდე გამყავს ხოლმე ბავშვები მზეზე და მაკა იცი რაზე გირეკავ? გუშინ დავით კაკაბაძის ნამუშევრების, რა თქმა უნდა, რეპროდუქციების გამოფენა მოვუწყვე და ისე გამიკვირდა. შენ ხომ არქიტექტორი ხარ? კი? და წესით ხელოვნებასთან ასე თუ ისე ახლოს უნდა იყო, ხო? ალბათ კი. მაშინ შენმა შვილებმა კაკაბაძე რატომ არ იციან? ბევრი ყავს კაკაბაძისნაირი? არა, როგორ არ იციან კაკაბაძე, უბრალოდ ეგ მიმდინარეობა არ მოსწონთ. ჩემი ვფიქრო იმპრესიონიზმზე გიждდებიან. ეგ გემოვნების ამბავია. ხო, მაგრამ კლასიკაა. ხო, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ, არა? ხო, კაი, ანუ რენუარი მოსწონთ? რენუარი, მონე, მანე, ნებისმიერი. კაი. აი რა უნდოდა? ხო და იპოვა დილიდან დარეკვის მიზეზი. რატო არ იცნობენ ჩემი შვილები დავით კაკაბაძის შემოქმედებას? არ ვიცი, 2 კვირა რო არ ნახო, შეიძლება მე ვერ მიცნონ და რა. მაგრამ იმას რა ენაღვლება? წამოწობა ეხა აუზზე. მე ვიკითხო, მე მთელი დღე დასტრესილი რო უნდა ვიყო ეხა. დედა ჩემი სიკვდილი. ვაიმე, ხო არ დავკარგე? ვაიმე, რანერი დილა? მაკა, ჩემი გასაღები არ გინახავს? არა, მაგრამ მოვალ და მოგაძებნინებ ეხლავე. კარგია, მაკა ცოტა ჩუმად და მესამედ ჩავიბრუნე უკვე ძილი. კაი, მაპატიე და ყველამ ყველაფერი მაპატიეთ. აღარ შემიძლია გამოყროებულ სახლში ყოფნა რა. ხო, მის ბავშვები რო არ მე აი ხო სისხლს მიშრობენ, მაგრამ ერთი წუთი არ შემიძლია მაგად გარეშე რა. მაკა, всё, აი ვიპოვე. ამას ვიდუღო. თეორიის კალკულმანდა. თხელია და დიდი. და მახასიათებლები 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 64 გიგა შიდა მეხსიერება. მაგრამ მე ხო იცი არ მესმის ეგეთი რაღაცეები, კარგად. ვიცი, მაგრამ ის მაინც ხო შეგიძლია რომ აფრთოვანებული სახე მიიღო, როცა ამაზე გელაპარაკებით. იქნებ მეც ამიხსნათ, ვინ გიგას განიხილავთ ამ დილაუთენია. 64 გიგა აქვს ალბათონო მანანა და ყველას გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ. თქვენ რომელი გაინტერესებთ? რას ნიშნავს მაგა ეს? არაფერი, დედას ნაზაპიდულობს ტელეფონს. აბა რა. რაღაცა 2 კაპიკი აქვს გადადებული და სანამ არ გამოჭამს, ახლა იმას არ მოისვენებს რა. გითხარი მე შენ მომაბარე თექფული და შეგინახავთ მეთქი, მაგრამ აწუხებს ახლა ამას, აწუხებს ეძახის ის ფული. დედა დაძველდა უბრალოდ ეს ტელეფონი, დაძველდა და აღარ ბარგა. დაბერდა ალბათონო მანანა. რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, თუ რეკავს, გირეკავენ და მუშაობს. დაბერდა რა, გადამაგდეთ მაშინ მეც ფანჯრიდან, რო დავბერდები. რა დროს ტელეფონის ყიდვაა, ბიჭო, ამ უმუშევრობაში და კრიზისშია? დღე და ღამე იმაზე ვფიქრობ, როგორ გადავაგოროთ ეს ზამთარი და ამას ახალი ტელეფონის ყიდვა მოუნდა. სხვათა შორის, აი ამ ძველ ტელეფონს არ გადავაგდებ და ზამთარსაც გადაგვაგორებინებს. რა, ზაზა, ტელეფონი? ტელეფონი. ისე ხურდება ლაპარაკის დროს, რომ ერთ ოთახს ნამდვილად გაათვლებს. ნუ ეხლა 12 ვოლტად უკეთესად ვერ გათვლები. ნუ მაიმუნოფერთი რა. პლანგე, რა გენაღლება რა, სიდედრი ხომ მუშაობს.
სხვადასხვის სამსახურისთვის ვჭირდება ახალი ტელეფონი. ოჰო, რატო ვითომ გამოწმებენ როგორი ტელეფონით დადიხარ? გააჩუქებ აგერ ბატონო ჩემსას. მშვენივრად რეკავს, მირეკავენ, Facebook-იც აქვს და სხვადასხვის ისეთი მოვლილი მაქვს, ერთი ნაკაწრი არა აქვს. კი, დედა, გადასარევი ტელეფონი გაქვს შენ, უბრალოდ ის შესაძლებლობები არ აქვს, რაც საზას სჭირდება. ოჰო, ამას აქვს შესაძლებლობები? და სხვა რამეზე გავაკეთოთ, ეკონომია ხალბატონო მანანა. არა რა, თქვენ ჭკუას ვერ ისწავლით რა და მეც უთხოვილად ვიშლი ნერვებს რა. ორი შვილის მამა იმის მაგივრად იმაზე ფიქრობდეს რა იშოვოს, რა მოიტანოს, ზის და იმაზე ქეკავს Facebook-ს რა იყიდოს. რა YouTube-ს. რა გინახულებათ რა. ხან ბავშვებს მამიდა წაიყვას, ჰაერს გამოუცვლის, ხან კლასების დედა და იღავით თქვენ ესე. წადი ბიჭო, წადი ბავშვები ჩამოიყვანე. არ ვიცი, ნუ ან არ გენატრება, ან იმუცხოხავთ ის არ გწვენიათ. კაი, დედა, 2 დღით წავიდნენ მეგობართან. ნუ აი რა პრობლემა. წავატყეს და მოიყვანს. დაცვა ყავს იმისთანა ჩემს იძეს, თალებს ამოგჩიჩქნის რა. ხოტას. რა ხოტასო? გძინავს არა? იცი რომ შენი ცოლი ყო სამსახურშია? ვიცი ხო გავოცილე და დავიძინე არ შეიძლება. კი, ლევან შეიძლება, როცა ძილის დრო გაქვს. არ მაქვს ავდგე. არა, შეგიძლია მწოლიარე მითხრა რა მოიფიქრე, ერთი რომ ანდრო ქორწილში წამოიყვანო. მაგაზე. ხო, ლევან, მეგეზი. რა და მეო დაუთხრა ანდროს რომ ქორწილში წამოვიდეს. ლევან. მართლა გეუბნები შენ თავს ფიცავარ, აი სულ თქვენზე ვფიქრობ, შენ და ანდროზე დამესიზმრეთ კიდევაც შენ ისეთი გძელი კაბა გეცვა რაღაცნაირი ყვავილებიანი კაბა რო გაქვს რა და აი მორჩი ამ ბოდვას გეხოცები და მომისმინე. ბიჭო. მე მოვიფიქრე. კიდე კაი მოიფიქრე, თორე ელენები შენ ჭამა შენზე ლაპარაკი. ძალიან სესიცილოა ლევან. მომისმინე ახლა რა. რაღაცა ჭკვიანური გაიგე, როგორ უნდა გააკეთო საქმე. მოკლედ დღეს რამენაირად ანდრო შემახვედრე და დანარჩენი მე ვიცი. ანუ ვიტაცებთ. არა ლევან, ბიჭი თავის ნებით მოდის. მოკლედ ლანჩზე შევხვდეთ რა. დასო თუ არ ცალია? ეგ ხა ჩემი პრობლემაა? არა ხო, მოიცეს აუცილებლად. ხო და დროებით მაშინ. კარგად. ტრეფინგის ხორბლი ვარ. ამასაკში კაცრო ამაჭანკლე. იმედია პასპორტს არ წამართმევ ტასო. აი. ხო, აქ ვარ. ნახე ბავშვები. ბავშვები კი არა, იმ სიგრძე ეზოა, სახლიც არ ჩანს მაგა. და ასე მგონია რაღაცას ვაშავებ აქ რო ვდგავარ. იყიდე ყვავილები. კი, ვუყიდე და დროზე გამიშვი აქედან, თორემ მთელი წყნეთი მე მიყურებს. გავარ აქ ჭიშკართან სასოწარკვეთილი შეყარებული ვარ. აი, მიდი და დროზე მოდით. არაფერიც, აქ დავრჩები, აქ უკეთესია. კაი ბატონო, დარჩი. კაი, წავედი. მოგძანდი. გამარჯობა. ეს თქვენ. ვაი, მე რატომ წუხდებოდით? დიდი მადლობა. ასამბობთ, შეწუხება მე რომ გაწუხებთ იმას ქვია. ой, არა პირიქით, სულიერად დავისვენე. მიყვარს ახალთაობასთან ურთიერთობა. იმდენს ვწავლობ, იმდენი იდეა მომდის, უზარმაზარი ენერგიით ვივსები. რა კარგია, მე კიდე მაცლიან ენერგიას. არა კი თვითონაც ითხოვენ, მაგრამ სამაგიეროდ ორმაგად გვიბრუნებენ. ალბათ. აი გუშინ მაგალითად ისე ვისიამოვნეთ, ტყეში სანთლის შუქზე გალაქტიონის საღამო მოვაწყვეთ. ბიოგრაფიას ვკითხულობდით, ლექსებს ვარჩევდით. ისეთი ემოციები იყო. ნიჭი არ მეპარება. და ეხლა გუშინდელი ინსპირაციით ჩანახატებს წერენ. როგორ წუხوار. განსაკუთრებით სანდროს წინაშე მწვენია, ხა წარმომიდგენია როგორი ანთებული წერს, მაგრამ სამწუხაროდ უნდა შევაწყვეტინო, ძალიან მეჩქარება. ეგ ვიცი, თქვენ და თქვენს მეუღლეს სულ გეჩქარებათ, მაგრამ 10 წუთი წყვეტს რამეს? 10 წუთს დაველოდები. მოგძანდით. ლაიმიანი წყალი თაფლით თუ პიტნის ნაყენი? ონკალის წყალი ყინულით თუ არ შეწუხდებით. კი ბატონო.
გემრიელესი ცეზარია. რატო არ ჭამხო გიყვარს? თან კრავედებით ამ. მე ისწება რომ ყელში არაფერი გადავდის ახლა. რატო? რა პრობლემა გაქვს? მაქვს. მაგრამ ეხლა არ მინდა უცხო ადამიანს თავს მოვახვია რაღაცაები. კარგი რა ტასო რა. ანდრო არის ჩვენიანი, გამოუშვი. მიდი. არა. კაი თქვი ტას. ხო, კაი. ვინ დაპატიჟა კოტიკომ ქორწილში? ვინ? გუგა. არ არსებობს. ჩემი ყოფილი მეუღლე. კაი კოტიკო არიზავდა მაგას. ნუ თუ აზრად მოუვიდოდა თავში, ნათია გადააფიქრებინებდა. ნუ ვერ გადააფიქრები. ვერ გადააფიქრებინა. შენ ციცი? კი, კოტემი. კოტემ უთხრა. რა დაემართა ამ ბიჭს? და ყველაზე მეტად რა მაგიჟებს იცი? რა? რა და ის მოვა თავის ახალ ცოლთან ერთად და მე ვიქნები მარტო. ტასო რა პრობლემაა? დაილია მამაკაცი ამ ქალაქში? არა ლევან არ დაილია, მაგრამ ხა ხვალამდე ვინ ვიპოვო? მე ვერ ვიჯერებ, რომ კოტიკომ ეს გააკეთა. ნუ ელენე თუ გინდა ნუ დაიჯერებ, მაგრამ მომაძებნინე ხა ხვალამდე ვინდა. ვინ მოუწებნოთ? მე მოვიფიქრე. რა? ანდრო. კახეთი. ცივი ღვინო. ლევან. უმშვენიერესი ხალხი. და ტასუნასაც გადაარჩენა. მე არა, ელენე რას ლაპარაკო? აუ ანდრო გთხოვთ. არა. რატო? თან ცოტა მინდა კიდეც კახეთი და ლევო. რა სიტყვი? ძალიან მაგარი. დოც მივარ? 5 საათზე მე გამოგივი. აღარ აზროს აღარ ჩამოვლე? სად არიან? რის ვერ ჩამოვიდნენ? ნელ-ნელა უნდა შეეჩვიათ. გვიყვარს გოგოებს, როცა გველოდებიან. ჯერ სათხართ. როგორც იქნა? სად ხართ ამდე ხარ? კიდევ ერთ წამიც რა. იგი ძალიან მომენატრე. მათ წავედით? ჩვენ შენგელოდებით, თორე დიდი ხანია მზადდა. მაშა ძალიან კაი იყო და მაგრად გავერთე. მართლა? კი, და შენთან სულ კაია. შენს ხო შემოხვალ ხოლმე ჩვენთან თბილისში და დარჩები? თქვენ ბათუმში არ მედიხართ? ჯერ არა, მგონი 2 კვირაში დაგირეკავ კაი? ანუ შემოხვალ. მგონი კი. სანდრო, წევან ზუწუნებდი და ეხლა აღარ მოდიხარ? ხო, მოდივარ. კარგად ბრძანებული. ნახვამდის. ნახვამდის. ერთი ჩაისუნთქა, მიდი. აი ეგრე, მიდი. აი ერთი და შეიკრა, მიდი. ვაი მე რა მომიჭიროს? ნუ ეხა თავიდან უნდა მოითმინა და მე სტუმრები რო შეთვრებიან. ნუ ჩაიცვი რა მე თავისუფალი კაბა და ვინ მიხვდება. ვაი მე ხო? ვაი მე შენ გაიხარე. აი მორჩა. რა მეშველება შენ რო არ ყავდე? მორჩა. ანგელოზი ვითხარ? ანგელოზი ვითარა ის. რა, ან რათ მაგაქვს. აბრეშუმივით, ან მაყვალივით თვალები კარგი. ვაი მე ცოტა შორს კოტიკო მეუბნება ხოლმე რომ აი ამ მაყვალივით ჩავი თვალების გამო შემიყვარდიო. ვაი მე რა ქნანი და ჩაიცვა? რა ვიცი, ახლა შევიდა და ჩაცმული იქნება. მა, ესაც ნალტასაცმოს რატო იცვა? თან ბევრს. იმიტომ მამი რომ ეს არის ნამდვილი ქართული სამოსი. მაშინ მე რატო არა მაქვს? შეგიკეროთ მამიკო და ჩაიცრომ ხოლმე შენს. ჩვენ თუ არ ჩავეცმევ. დედიკო დაგეხმარება. შემოხედე. როგორი? სუპერგმირის ფორმას გავს. მართალი ხარ მამიკო. ადრე ასეთები იყვნენ ნამდვილი სუპერგმირები. აფსუს. რა კარგად გითხარი და არა მინიყო რომ გაიქო. შემოხედე. კარგია? კი, კაია, აღარ გეგონება რაღაცა გადაგცდა. ამიკო, ქართულ სამოსში ასე შესუნთქულმა და გამართულმა უნდა იარო. შორტებში? კამერახანჯალი მომწოდე მამი მიდი. მა, ვინ მან გაგაბრაზა? არა მამი, ეს ჯოხის ნაწილი. ვინ მან რო გაგაბრაზა სამოიღებ? არა მამი. როგორ შეიძლება? მა, დიდი ვიწრო ვიქნები ცხრის. მან ხანჯალს მაჩუქე. აბა რას ვიზა მამი, გაჩუქე. მიდი მამიკო, ეხლა შენ დედიკოსთან გაიგეცე. უთხრე რომ მე უკვე მზად ვარ. ხან
ხანჯალი დედიკოსაც აქვს? არა, კაცო, რა თუნდა დედიკოს ხანჯალი. მაშინ არ მინდა შენ ტელეფონი მოეცი. ერთი კაი ჩოხა რა გახდა რა. მეც მომინდა. სერიოზულად ამბავ? ხო, აბა. წარმოიდგინე მანანას სახე დილით რომ ჩოხით გამოიცხადები, უფრო რა ვიცი, მოგრძალებულად მომექცევა. შემჭამესამ გეწაძეებმა უკვე აღარ იყვის. აბა სიყვეს. ღმერთო დალოცი გეწაძეები. მაკა! შორიდან გიყურებდი, მაკა თუ არა თქვა? რა ლამაზი ხარ? ვაიმე, დიდი მადლობა, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. გაიცანით ერთმანეთის ზაზა, ჩემი მეუღლე და მაია დავითის მეუღლე. ვიცი, შევხვედრი ვარ. დამზადით, მადლობა. ესე იგი, ნათია სულ თქვენზე ლაპარაკობს. ვაშვილს რდიანა. მეცხრესაც ველოდებით. მართლა? ვაიმე. აბა? და თქვენ? ჩვენ მოყვარულთა ლიგაში ვთამაშობთ. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ 2. სამწუხაროდ. მერე ნათია არ გითხრათ მამა მიქაელის უშვილობის ლოცვების ასწავლებს რომ ახდე? რას მეუბნები? აბა? ესენი ჩვენი მეგობრები არიან და ერთი შვილის მეტი არ უჩნდებათ და იქნებ მამა მიქაელი როგორმე ჩაერიოს. ეს ელენი არ არის? კი, ელენია. წავალ ელენეს ვნახავ დროებით. ელენე, როგორ ხარ? სანდრო, ბებო მოვიდა. მე თქვენ გენაცვალე. ბები თქვენი ჭირი მე რახან თქვენ გხედავთ, რას გეხართ, ბები რა ლამაზები ხართ, მე კი, მაგრამ სანდრო. ჩემი ვაშკაცი, ჩემი სიმპათიური ბიჭი, ბები შენნაირი ბიჭი თუ დადის დედამიწაზე, არ მგონია. ბები სიმპათი. უი მე გინაცვალეთ, თქვენ როგორ მომენატრეთ, ისეთი ხაჭაპური მოგიტანეთ ცხელ-ცხელი. მე არ მინდა. და გინდა ფოტოები დაგათვალიერე. ვაიმე, როგორ არ მინდა, ბები. მე ჩინებული ვიყავი Facebook-ს იქნებ რამე დადონ მეთქი. სად იყო ბებო მაგის დრო? აი, სულ რაღაცას ვაკეთებდით. ხან ტყეში ვიყავით, ხან აუზში ვიყავით. უი, აუზიცა. ნახე ბებო რა სახლია. ნუ ფაქტიურად კორპუსია რა. ხო და აი ნახე, მიცადე. აი სახლის უკან ტყეა. ოხო, ედემი რა, ედემი. და ძაღლი წყავთ? ძაღლი საიდან მოიტანე? აბა ეს ძაღლი საჭმელი არ არის? არა, ბებო, არა. აუ, იცი რა გემრიელი სუფია? მოიცა, არა. უпростоват мангოს კრემ სუპი, რუკოლათი. მოიცადე ხა უფრო ქართულად მითხარი, სუფი თუ კომპოტი? რა კომპოტი ბებო, სუფია. რა ვიცი, ხა მანგო ჩემ დროს ხილი იყო და. აი ნახე, მაშოს დედამ რაღაცნაირი პური გააკეთა. ცეხვილი ხორბლით იყო გაკეთებული და იცი რა გემრიელი იყო? 3 ცალი ვჭამეთან. კაი ბებო, წავალ, მე ვიცეკვებ. წარი ბები, წარი. აი, მოგიკვდეს ბები, ჩემი თავი მგელივით იყავი ალბათ, თორე ხატურა საჭმელია. არა რა, წყალი არ გაუვა. ხო ამბობენ, ხალხს რაც მეტი ფული აქვს, უფრო ძუნწები არიან. აბა ეხლა ამდენ სტუმარს, ქატოთი და ტყვირის სუპით რო გამოისტუმრებ, წამოჭიმავ გენაცვალე მე ამ ხელა სასახლეს, აბა რა იქნება. ამიტომაც არ მექნება არასდროს, არც სახლი და არც ფული. აბა, რადგან ღვთის და სამშობლოს სადღეგრძელო შევსვით, ახლა ჩვენ მეფე პატარძალს გავყავთ. თქვენ გაგიმარჯოთ. 15 კი არა, 115 წლის იუბილეზე შევკრებილი ყავით. აბა, გაუმარჯოთ. გაუმარჯოთ. გაგიმარჯოთ. 115 წლის თავზეს ეს იქნება, ხო თამარ? ხო, არ ვიცი, 2 ლიტრა კიდაგვალევინა მათ სუჩი. აღარ შემიძლია. მე ნუსვათ თუ არ შეგიძლია. ელენე, კახეთში ვარ. აქ სხვა არაფერი არ უნდა აკეთო, შეიძლება სუფრიდან გაგდო მაგის. მოიგონა ეხლა რა. აბა, დროზე ბოლომდე დაცალეთ სასმისები, თორე მეფე პატარძლის იმ ხელა ნაგრამი მყავს სადღეგრძელებელი.
კაცო, დალევა თუ არ გინდოდათ ამ ხელა გზაზე რას მოდიოდით თან კახეთში? ესეც მე ვარ. აბა, გაუმარჯოს. როგორი ლამაზია რა ჩვენი პატარძალი. როგორ შეივსო და როგორ მოუხდა. აბა, ულამაზესი ხარ ნაძ. ძალიან დიდი მადლობა. ტასო არ გაუგოთ ამას. ტასო ასენე და ჯოხი ხელში დაიჭერე, ვაი. ვაიმე, აბა, ტასო. ტასო. მე სანდრო მართლა როგორი სიმპათიური ყოფილა ნა. აუ, მაკა, მთელი საძმაკაცო ეგეთები ვართ რა. ვინა გაუმარჯოს. მე ნახე როგორ ხდებიან გეხვეწა. ვაიმე, შენ თუ მე. შენ რა შუაში? ანდროს გაუმარჯოს ჩვენ ძმას. როგორ ახარ? კოტე, ვა, შენ გენაცვალე. როგორ გამახარ? კოტე. შენ გენაცვალე. როგორ გამახარ? რავოს დაესწარე. ასე მოსიში რა ვეღარ მოგეცია ყურადღება რა ისე გამახარე. მოიცა. იცნობთ ერთმანეთს? სულიერის მები ვარ. რა? ანუ ერთ მამაოსთან დავდივარ ერთ ტაძარში. უიმე დედა. გოგოებთან წავალ ერთი წუთი. კოტე ძალიან გავდი. დევ ერთხელ გიმოცავთ. მე მოგევაში. არ მომა. აბა, ჩემო ვაჟა, ჩემო კოტე. მოდი. აბა, ხოი მომეცით. მოხევის კალოთინაო. მოხევის კალოთინაო. თამაშიდობის. აი, ისეთი დაღლილი ვარ ახლა და ისე მეცინება, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, ცოტა რო არ ვილაპარაკო, ვერ დავიძინებ. ნათია და კოტიკო ისეთი საყვარლები იყვნენ დღეს. ისეთი საყვარლები, რომ იქვე ის ხუთი შვილი რო არ მდგარიყო, მეც კი ვიფიქრებდი, რომ დღეს გათხოვდა ნათია. კოტიკოც რაღაცნაირად ხელავდა. შეიძლება მე არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ზაზა ესე ჩვენი ქორწინების დღეს არ ღელავდა. აი, იცით რა არის ბედნიერება, როცა ორი ესეთი ადამიანი ჯერ ერთმანეთს პოულობს, მე 5 შვილს ზრდის. ყველანაირ პრობლემას მადლიერებით ხვდება. და 15 წლის თავზეც ისეთი ანთებული თვალებით უყურებს ერთმანეთს, როგორც გაცნობის დღეს. მეტირებ. მე მგონი დავპერდი რაღაცა ყველანაირ რომანტიზმზე გული მიჩუყდება. ტასო ამბობს, კოტიკოს რომანტიზმი არ გაიშვაო, მაგრამ იცით როგორია კოტიკო? აი არასოდეს არაფერი არ ავიწყდება. და ზუსტად იცის ნათიას როდის რა გაეხარდება. ასე რომ ეს 15 წელი მხოლოდ დასაწყისი. სამაგიეროდ ტასოს და ანდროს ურთიერთობამ ვერ გასტანა 15 წუთიც კი. გაიგო თუ არა ტასომ, რომ ანდრო და კოტიკო სულიერი ძმები ყოფილან, აი იქ დამთავრდა ყველაფერი. მართალია არც იცის წესიერად ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ მე რა, სიტყვა სულიერი არ მოეწონა და მორჩა. რო გეუბნებით ბედი არ მაქვს თქვა არ გჯერათ ჩემი რა. მე რა სიმპათიური. მაგრამ რა ტასო. კოტიკოს სულიერი ძმა რო, ამიტომ უნდა კრა ხელი? აბა რა გავაკეთო მაკა? ანდროსთან ერთად ვილოცო? არა, შენ არა. თვითონ ილოცებს ორივეს მაგივრად. ძალიან მომშვიდად. არა, სულელია რა ლევანი. სანამ მომითხრებდა, ვერ მეტყოდა რა ნაკლი ქონდა ამ ბიჭს. გოგო, არ არის ეგ ნაკლი. ტასო. ჩემთვის არის მაკა. ერთი ნაბიჯია მაგიდან მონასტრამდე. ჰოპ და წავიდა ბერად. მე რა ვქნა? აი მე საწავიდა. საწავედი ელენე. რა, შენ გონია გამოსწორდება? კაი ნუღას. უნდა დავთვრე. არა, აღარ არის. წადი მომიტანი. ანდრო, გაგიმარჯოს შორიდან. მოკლედ ანდროზე გაბრაზებული ტასო ისე დათვრა, რომ ელენემ წაიყვანა სახლში რამე არ მოუვიდესო. ძალიან სასაცილო გოგოა ტასო.
კაი, მოკლედ ძალიან კარგად დავიცალე, ახლა წავედი დავიძინე. სულ დამავიწყდა. მე ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ზაზა ხუმრობდა ჩოხაზე და ხანჯალზე. მაგრამ თუმე ძალიან შევწდი. მე არ ვიცი საერთოდ რატო აიხირა. ან კოტიკოს რა უთხრა ესეთი, მაგრამ ბოლოს უკვე რომ მოვდიოდით. კოტემ შეიხსნა ეს თავის კამარ ხანჯალი და ზაზას აჩუქა. ზაზა მას აისხა და ესე იმგზავრა თბილისამდე. იმედი ეს სიარულს არ აპირებს ახლა. კაი, მოკლედ წავედი ხა, იმიტომ რომ ძალიან გვიანია. უბრალოდ დღევანდელისთვის არის ძალიან გვიანი, თორე ხვალინდელისთვის ჯერ ძალიან ადრეა. კი, წავედი ხა, თორე ვერ ავდგები ხო.